განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2017-2018 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე გამოცხადდა. პროგრამის მოთხოვნებსა და პირობებზე განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ელექტრონული განაცხადების მიღება 2017 წლის 28 აპრილს დაიწყო და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ეს არის პროგრამები, რომელიც ქართველ სტუდენტებს ხელს შეუწყობს უცხოეთში მოიპოვონ შესაბამისი ხარისხი, დაბრუნდნენ ქვეყანაში და შემდგომში 3 წლის მანძილზე ქვეყანას მოახმარონ თავიანთი შეძენილი ცოდნა. განსხვავებით სხვა წლებიდან წელს პროგრამა მეტნაკლებად რეკალიბრირებული არის და სამთავრობო 4-პუნქტიანი გეგმის გათვალისწინებით განათლების და კონკრეტულად უმაღლესი განათლების სფეროში ჩვენს სტუდენტებს ხელს შეუწყობს ამ სფეროში, განათლების სფეროში შესვლა დაბრუნების შემდგომ.